დილა მშვიდობისა. მotova კიდე მotova თბილისში. ეხლა უკვე ხეებზეც ჩანს, რომ დევს თოვლი. მთელი ღამე თოვდა. წარმოიდგინეთ, ნახეთ, როგორი დათოვლილია. ეხლა მანქანები და ავტობუსები უკვე დადიან, თორე სავალგზაზე, მანქანების სავალგზაზეც კარგად იდო. აი ეხლა დაინახავთ, კიდე არის ტროტუარზე დარჩენილი. მოკლედ გუშინ ვიფიქრე, ვიდეოს გადავიღებთ, მაგრამ რაღაცნაირად თავს ვერ ვგრძნობდი რა, კარგად რაღაც სპაზმები მქონდა, სიცივის განეტყობა, კუჭზე მქონდა სპაზმები და მეთქი ცოტა ჩავწვევი ლოგინში, ჩავყუშტები თქო და ჩამეძინა. მოკლედ. ხო, გუშინ აი ეს კედელი, აქ რო იყო კედელი მოანგრიეს. აი ძალიან კარგი საქმე გააკეთეს, მეგობრებო. აქ იყო, აი ეს კედელი იყო წინ, აი აქამდე რა, ჩემი ფანჯრისივამდე ესე გამოწეული და ამ ორ კედლის შორის წყალი ყოველთვის ჩადიოდა. მაგიტომ მოხდა ეს ამბავი, აი ეს ამბავი. ხო ჩანს კი. და აი ზემოთ იყო ეს დაზიანებული და იქიდან წყალი ჩამოდიოდა პირდაპირ აი თქეშიც ჩადიოდა აქა ორ კედელს შორის და კედელი აი რასაც ქვია გააუბედურა. ეხლა აი ესე გამოიყურება ჩემი კედელი გარედან და იმედია ეხლა ესე კინა ჩასვეს საყრდენად და იქ ზემოთ ეს დაიჭიროს, აი დაუსვარკებიათ კიდევაც. ხო, და მოკლედ ეხლა ალბათ აქ ჟოლობს გააკეთებენ ქვემოთ რა, რომ წყალი არ ჩავიდეს ისევ. ეხლა ეს თოვლის ნალექიც ხო ჩავა თავისთავად, თქო მე უკვე ისე აღარ დამაზიანებს, რამდენადაც პირველ სართულს ვინც აკეთებს. ხო, აი ეს ოფისად რო აქვს რა, გაქირავებული, მოკლედ მაღაზე ვამბობ. ხო, ნახეთ ეს რაფაზე რამდენი თოვლია. ой, გადმოყირავდა. ხო და ეს ტრუბა ალბათ ამასაც გაასწორებენ, იმიტომ რომ რაღაცა უშნოდ არის ესე, მაგრამ მე პრინციპში მაწყობს რომ იყოს ესე. იმიტომ რომ აქ რა ვიცი, ვინმე არ ამობოდიაო და ეს ძალიან ერთი კაცი დადიოდა, შემოდიოდა ესე და ზემოთ აი მეზობლებთანაც ადიოდა ხოლმე რაღაცებს იპარავდა და ეს მეზობელი წინ რო ცხოვრობს, მოკლედ რამდენჯერ გააგდო და მაინც მოდიოდა. ხო, ერთი-ორი ყვავილი დავკარგე თავის ქოთნიანად აქ მეწყო ხოლმე რა გაზაფხულზე და ეტყობა კაცმა წაიღო როგორც ჩანს. ხო და ხო, თან ვფიქრობ, იქნებ მეც რამე მოვიფიქრო თქო და აქ რაღაცა ისეთი გავაკეთო, რომ რა ვიცი, მოკლედ არ ამოწუდეს, მაგრამ მეც დამჭირვებია მაგალითად ეს ქოთანი როგორც ჩავდი აქედან, ჩავსულ არ აქ დამიხვეტია, ანუ ფანჯრიდან გადავძვალ და ხო, მაგრამ რა არ მომწონს მეგობრებო, ნახეთ აი ეს ცერად რომ მიდის ეს მილი, ეს არის გაზის მილი და გუშინ რო გავაღე ფანჯარა, აქედანაც ანუ გაზის სუნი მეცა. ეს აშკარად გონი გაზის მილია, რა ვიცი, უნდა გავარკვიო. თუ ეს არა, მაშინ აი ის გაზის მილი, რომელიც ვიცი, რომ ზუსტად გაზის მილია, იქიდან, მოკლედ ესეც თუ გაზის მილია, თუ დღეში ვარ რა, ალყაში ვარ, აქედან გაზის მილი და თან მით უმეტეს აშკარად ჯონავს, იმიტომ რომ სუნი საიდან მოდის აბა. ისე ხო არ მასის აბა. ნახეთ, აი იქ თან მე ვფიქრობდი მეთქი ახლა ეს კედელის რომ მოანგრიონ თქო და ნერვიულობდი იქ კედლის, ანუ ჩემ მხარეს არის ნიშა, საიდანაც რაღაცა მომენტებში უბერავდა ხოლმე ნიავი და ვიფიქრე ხა ეს კედელი რომ მოანგრიონ თქო და აღმოჩნდეს რომ ის ნიშა თავის დროზე იყო ფანჯარა და ანუ რა ვქნა თქო დავიბენი მეთქი თუ მოანგრიეს და ისა სიცივე თავისთავად შემოვიდო და მე კიდე სად მაქვს ახლა იმის საშუალება რომ იქ ან ფანჯარა ჩამესვა ან ამომეშენებიდან მოკლედ რა ესეთი დაძაბულობა მქონდა, მაგრამ რა ვიცი, მგონი მეც აღარ მოანგრევენ ალბათ ეს რა უკვე სახურავის ქვეშ არის და რა ვიცი, ნახოთ რა იქნება, თუ მაინც მოანგრევენ და თუ გამოჩნდა რომ მართლა ფანჯარა იყო, იძულებულები გახდებიან მაშინ რომ რაღაცნაირად დამეხმარონ ხო ეგრეა. ხო და მოკლედ აი ესე თოვს მეგობრებო, არ ვიცი, ორი მარტია და
ისეთი ამინდია გეგონება, აი ეს ამინდი უნდა ყოფილიყო წინა საახალწლო განწყობის იყო. აი ესე ამანთო შუშხუნა და წარმოვიდგინო, რომ ჯერ კიდე წინა საახალწლო განწყობა. ესე რჩება ხოლმე შუშხუნები. აი გაფიცებით, არ არის ახლა საახალწლო ისა ამინდი რა იყო ის ახალწელს. ხო და მოკლედ ესე. მეორე ახალი წელი გვაქვს. ერთხელ მოგესალმებით. აი ესე. ხარი გაგვიწევდი 8 საათიც არ არის ჯერ. მოკლედ უმაკიაჟოთ უარაფროდ და უბრალოდ აი ვერ ვწღები ამ ასე ვთქვათ პეიზაჟის ყურებით იმდენად მიყვარს და სიცივეც კი არ მაშინებს ხოლმე თოვლის დროს. იმდენად მიყვარს თოვლი. ლამაზიც არის, ქათქათა, თეთრი. მაგრამ ამ თოვლს შეუძლია ზიანს მიაყენოს, რა თქმა უნდა, ადამიანებს. და იცით, რაც ხდება დასავლეთში. არ ვიცი ჩვენი სახლი რა დღეშია იქ დასავლეთში, ალბათ სახლის სახურავი უკვე ჩატყდებოდა, მოკლედ ის სახლი უკვე ალბათ საცხოვრებლად აღარც ვარ სერიოზული სარემონტო იქნება. ხო და ესე მეგობრებო, დღეს უნდა გავიდე ჩემთან. დედას ვთხოვე, რომ ეს აქვს ჩვენერი ესე ვთქვათ რეფლექტორი და არ ხმარობენ იმდენად რა, ჩემი ძმის ოთახშია და ჩემი ძმა ხშირად არ რჩება და მეთქი იქნებ მათხოვოთ მეთქი და გადაწყვიტეს რომ ვათხოვ. ახალია რა თქმა უნდა, იმას სამივე მუშაობს და მე ერთის ნაცვლად დავდებდი რა. ხო და დღეს უნდა გამოვიყენო ხოთა და როგორ წავალთ იქამდე როგორ მოვალ და ვიცი. მე ძალიან მეშინია ხოლმე ფეხი რომ ისხეალებს ასე თოვლზე და მოყინულზე. ამის შიში მაქვს, რატომაც ბავშვობიდან ის. ხო ისე მიყვარს რა თქმა უნდა. ხო და ესე მეგობრებო, დილამშვიდობის. მშვიდობიან დღეებით ღმერთმა. მოკლედ მე უნდა მეთქვა და გავჩვდი. მოლოდინი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს სასარგებლოდ. სამებით დღეს უკვე 4 მარტია. მოკლედ ეს ბოლხანები ამ სიცივეში მოკლედ რაღაცნაირად გავზარმაცდი ვიდეოების გადაღებაზეც კი. იმიტომ რომ ძალიან ყინავს ჩვენთან, მაგრამ როგორც გითხარით, წამოვიღე ის ასე ვთქვათ რეფლექტორი და იქით არის ახლა სოსოსთან და იქ ისე თბილა. კარგი იქნებოდა აქითაც ყოფილიყო. მოკლედ ძალიან ძვირი ჩდება რა ეს გათბობა ზამთარში, ელექტროგათბობა. რაღაცები შეიცვალა. ფანჯრიდან ანუ რო ვიყურები, იქ კედელი იყო, მოკლედ ის არ გაჩვენეთ. მოანგრიეს ბოლომდე, ანუ იმ კედლის ბოლომდე რა, ან ფაქტიურად ეს ცოტა უფრო ღრმად არის, მე მგონი, ჩემი ისა, ანუ აი ამ კედლის გასწვრივ, იქიდან იყო კიდე ერთი, ანუ იმ შენობის ძველი კედელი. ის მოხსნეს სუმთლიანად. ანუ გათხელდა რა, კედელი გათხელდა რა, ისაც კი ახლა სკელი კედელია, მაგრამ როგორც ადრე მოგიყევით, კარები რო გაეკეთებინათ აქეთ მხრიდან, გვირაბივით იქნებოდა თქო რა. ეხლა ავის ჭიქას მოვიდა. ხო და ასე რომ ვიცი, ასე თქოს ინვესტორებიო მოვიდნენ ჩვენთანო, ანუ იქ მეზოში, სანჯარა სადაც გადის და თქვენთანო არ ყოფილა, ანუ ჯერო და რა ვიცი, მეთქი არ ყოფილა ჯერ. ხო და ჩემ მეზობლებს ვუთხარი აქეთ რა.
რომ ესე თქვენს მეთქი უკვე მოლაპარაკებებს იწყებენ თქო და არ ამგონიო ჩემ მეზობელმა თქვა, იმიტომ რომ ეს არისო, ანუ კულტურის ძეგლებშიო შეტანილიო. არ ვიცი რამდენად კი ძველი შენობებია. რომელი უფრო ძველია მართლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიზუალურად თუ შევხედავთ, ანუ ჩვენი ეზოს, ანუ სახლს თვითონ მთლიანად სახლს და ამაგადით ჩქარა მთელი ეს ნუ სახლს რა და აქეთ ამ მხარეს სახლს აშკარად ჩანს რომ ნუ კი თითქოს ერთ პერიოდში აშენებული, მაგრამ ეს უფრო ძველი, ანუ ჩვენ სადაც ცხოვრობთ და ის შედარებით ახალი. არ ვიცი, ერთი უნდა გავიგო, მაინტერესებს, მიყვარს ესეთი რაღაცები, ისტორია სახლის და ესეთი რამეები. ხო და მოკლედ თუ მოხდა ესე და თუ კი არა რომ მოვა ინვესტორი და მგონია რომ ესეთ იქნება დავემშვიდობებით ამ სახლს და რა იქნება მე როგორ იქნება სად იქნები აქ ანუ ისევ აქ მომინდება ვთქვათ ადგილობრივად ანუ რო აშენდება დაველოდები თუ როგორ იქნება ნუ არ ვიცი რა პირობები იქნება ესეც არ ვიცი ხო და ჩვენ მეზობელმა თქვა ღირსმაქნასო მართლა მოხდესო ნუ არა მე სადაც მქონდა ესეთი აზრი იმიტომ რომ უკვე ძალიან ძველია ეს შენობები და სჭირდება რა მოკლედ განახლება თვითონ ადგილსაც ნუ თან როგორ არის იცით თამარ მეფის გამზირზე ანუ იქით მხარეს ის სიმაღლის ანუ ისეთი სიმაღლის შენობაა და აქეთ დაბალი შენობებია შედარებით ძალიან დაბალი და ანუ სიმეტრიულადაც რომ ანუ ლამაზიც რო იყოს და რაღაცა ნუ მოკლედ არ ვიცი თვითონ იციან უფრო უკეთესად ვფიქრობ აი თბილისში შემოდის ადამიანი ახლა უნდა ხედავდეს რაღაცა უფრო სხვა მას გარემოს. ხო, ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება მეგობრებო, არ ვიცი ჯერ შევხედოთ აბა ამათი ინვესტორები რას იზამენ. და იმ გოგომ ხალმა ისე მითხრა რომ ანუ ეს მხარეს უნდათო რა აიყო, ნუ პრინციპში მარტო ის სახლი არაფერში არ არგიათ ანუ თუ შენობა რაღაცა აშენდება, უნდა აშენდეს ერთი დიდი ისა ხო თავისთავად ბაძაც უნდა ესოა ჩვენი ახლა ვერ შევადრი ჩემ ეზოს სადაც მე გავიზარდე იქ სახლიც სხვანაირი იყო უფრო მაღალჭერიანი ახლა მაგალითად სამი სართული ხო იყო ჩვენთან კორპუსის 4 სართულს და მეცაც რო უდრის, აი ესეთი, იმიტომ რომ ჭერის სიმაღლე მეტი როა და ესე. და შეიძლება ითქვას თითქმის 5 სართულიანამდე რა. თუ ვიგულისხმებთ რომ 2 მეტრი და რაღაცაა თითო სართულის სიმაღლე, მაშინ კი გამოდის 2-ჯერ მეტი. თითქმის ეს ხო აი 5 სართული თავისუფლად ხო და რა ვიცი ისე კარგი არის კი ჩვენთვის იმ გაგებით რომ დავუშვათ თუ თანხას ავიღებ მაშინ არ მაწყობს იმიტომ რომ გაცილებით მეტად შეიძლება გაიყიდოს თუ მოინდობენ ანუ იმასაც დრო ჭირდება თავისთავად მაგრამ, ნუ არ ვიცი, გიზიარებთ ახლა ესეთი საკუთარებას, ფიქრებს და განცდებს, მაგრამ რაც მთავარია, დავისვენებდი ეს კრედიტისგან გამთავისუფლდებოდი და
უფრო გაგვიმარტივდებოდა რა მოკლედ ცხოვრება. ეხლა როცა ხო ეხლა გაზი ჩართული რო არა გვაქვს თავისთავად ეხლა თუ აქ აღარ ვიცხოვრებდით, იქ სადაც ვიცხოვრებდით, გაზი მაინც იქნებოდა მინიმუმ. ანუ ელექტროენერგიაზე ფაქტიურად არაფერი არ დაგვეხარჯებოდა, ეს ეკონომიურებზე ხო ვიცით როგორი გართულება მაქვს, ეკონომიურ ნათურებზე, მოწყობილობებზე და რაღაცა ეხლა და როცა გაზი გაქვს, თავისთავად ეხლა ელექტროობა ნაკლები გეხარჯება. 50 ლარიც რო იყოს გაზი ზამთარში, ფიქრობ, არ ვიცი რა, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც ეხლა მომდის. მაგალითად დღეს რო შევხედეთ, ელმიკოს SMS-ი დახვდა. ისო, სხვათა შორის გამიკვირდა, ცოტა ნაკლები გამოვიდა 151 თუ რაღაც. ანუ 150 მოდი დავუყვალოთ ესე. 150 ლარი. ხო და ესე მოკლედ ესეთი საფიქრალი მაქვს ჯერჯერობით. რა ვიცი, თავს ვცდილობ რომ მიცე მოტივაცია რაღაცა, მაგრამ სანამ აი ესე მოძრაობაში ვარ შეზღუდული, სახშიც კი ვერ ვაკეთებ იმას, რაც მინდა რომ გავაკეთო ხელობის თვალსაზრისით. იმიტომ რომ ძალიან არაკომფორტულად ეს ძალიან ისეთი მსუბუქი ნათქვამია. საკმაოდ დისკომფორტულად ვგრძნობ თავს სახლში, რომ განწყობა შევიქმნა იმისთვის, რომ რაღაცა შევქმნა, ხო, თავისთავად ახლა რაღაცა უნდა შევქმნა, რომ მე მას რეალიზება გავუკეთო. ასე რომ რაღაცას მოვიფიქრებ, რაღაცა იქნება. ხო და ასე მეგობრებო, რეჟიმი გვაქვს სასტიკად არეული. დილის 12 საათზე დავიძინე. ეხლა ხან წავდექი, ანუ ფაქტიურად არ მძინებია, იმიტომ რომ გვიან გაღვიძებას აზრი არ აქვს, რაც უფრო ადრე გავიღვიძებ, უფრო ნელ-ნელა გადმოვწევ რეჟიმს. ესეც რა ვიცი, ვფიქრობ, ბევრი ფიქრის შედეგიც არის რა. მოკლედ დეპრესია რო არ ვთქვათ რა, სიტყვა დეპრესია, ბევრი ფიქრის შედეგია. ხო და ერთი ვიდეო ვნახე, სადაც ამბობენ, რომ ტვინი მოკლედ ძალიან ცუდ საქმეს გვიკეთებს ხშირ შემთხვევაში, ანუ უნდა უსმინოთ სულს, ანუ ეს ნიშნავს, რომ გულით უნდა ვაკეთოთ რაღაცა და მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ ტვინი ჩვენი მტერია. ხო და რა ვიცი, ამ ბოლო ხანებში მეგონა რომ ის ჩემი რაღაცა იდეები და ისა, ანუ ფიქრები, ანუ ჩემ ტვინი აკეთებდა ამას და აღმოჩნდა რომ უფრო სულის დამსახურება ყოფილა და მე რო დავუკვირდი, მართალი აღმოჩნდა. ხო და ასე რომ ესე ვაპირებ, რომ ცოტა დათბება, ცოტა კი არა, უკვე გრადუსები ვნახე ამინდების პროგნოზში და უკვე ნელ-ნელა იწყებს რა დათბობას, რა შედარება იქნება, არ ვიცი, ვფიქრობ ენერგიაზე იყო საუბარი, რომ ანუ ტვინიო ენერგიას გვართმევსო და სული პირიქითო მოხტავსო, ანუ გვაცლებს ენერგიას და აი რომ დავუკვირდეთ მართლა, ანუ ბევრი ფიქრი, დამით უმეტეს ადამიანებს გვჩვევია, ხო? კარგზე იმდენად ხარ ვფიქრობთ, ძირითადად რაღაცა ისა პრობლემებთან დაკავშირებული გვაქვს ხოლმე ფიქრები და გვეფიქრება 1000 რაღაცა, ხო? ახლა მსუბუქი, ასე ვთქვათ, ძალიან ლაღი ცხოვრებისგან გამომდინარე
და მეაქვს ენერგია და მე საერთოდ არ აქვს ენერგია, არაფრის ხალისი აღარ გაქვს, ვეღარაფერს ვერ აკეთებ და სული რომელიც აი ძალიან ისეთია რა, მოკლედ პირიქით რა, ანუ ენერგიას გვაძლევს და მე ახლა დავაკვირდი, მართლა როცა რაღაცა ის სულიერად რაღაცა ამაღლებულ ემოციებზე ვარ, ხო? აი მაშინ მართლა მოჭარბებული ენერგია მაქვს და რაღაცა ხალისიც არის და ყველაფერია. მოკლედ ესეთი ისა რა, არ დავუჯერებ უკვე ჩემს, ასე ვთქვათ, ტვინს და ვეცდები რომ ვბრძანო, რომ ბევრი არის ფიქროს და უფრო მეტად ანუ ვიყო ეს შემოქმედებაში რა. ხო, ნახოთ რა იქნება, როგორ გამოვა ეს სამედიტაციო ვიდეოები რა და ძალიან მიყვარს. და ვადევნებ ხოლმე თვალყურს და მე 1-2-ს ნახავ ხოლმე, მე მიყრის და მიყრის. თითქოს ინტერნეტი მესაუბრება. ზუსტად ისეთ თემებს მიგდებს, რაც აქტუალურია ჩემთვის, რაც აი რასთან დაკავშირებულიც არის ჩემი რაღაცა პრობლემები, ვთქვათ და ესეთი რაღაცა. მოკლედ ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად მუშაობს. და ნუ მოკლედ აი ესეთი ამბები გვაქვს სახლში, ახალი ისეთი განსაკუთრებული არაფერი. აი გულით ახლა ანუ რო ფიქრობ ხოლმე, მინდა ხოლმე რა აი ჩაუჯდე, დავიწყო რაღაცის გაკეთება. აი ხო გეუბნებით, აი რაღაცა ახლა სადილის garaშე არ გამოვა, ხო? უნდა გავაკეთო. როგორც კი აქეთ გამოვალ, აი ეს ცვალებადი ტემპერატურა სახში, აი იქ რეფლექტორი მიდგას და იქ სითბოში ვარ, რო ავდგები, უკვე აქეთ ცივა. და ხალისი ამიხდება ხოლმე ყველაფრის და აი ძალით რო აკეთებ ჩქარა სადილს რო დროზე მოითავო ეს ყველაფერი რომ ანუ ესა კურტკაში ახლა გუშინ გავიხადე კურტკა მეთქი აბა ახლა სოსის მეთქი მაისურიაცია და მე ვერ გავიგეთქო ხო და ალდექი მეც გავიხადე მაგრამ ესა ჯემპში რაც შეეხება წინა ვიდეოს ანუ ეს ასე ვთქვათ, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, რომ იყო იმდენად აი გაოგნებული ვიყავი და შოკირებული, ანუ რომ ვუყურე ამას ამოაგდო რა მოკლედ YouTube-ზე და რომ გავხსენ და ნახე ფაქტიურად მგონი ლაივი იყო კი ხო ლაივი იყო თუ სწორედ მახსოვს და აი რომ ნახე იმდენად გაოგნებული დავრჩი რომ ამიტომ გადავწყვიტე ჩაწერა თორე სულ არ მეხალისება მაგ თემაზე საუბარი და თან მით უმეტეს ყველას თავისი აზრი აქვს ეს ამწუხაროდ ამ ბოლო ხანებში ვიძახია ბოლო 10 წლეული ხო ესე იქნება დაახლოებით ხალხის უმრავლესობა ახლა იქიდან გამომდინარე რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ანუ რო არა აქვს რა კარგი ცხოვრება უმრავლესობას ყოველდღიურად უწევს ანუ ელემენტარულზე საზრუნავზე რა ფიქრი და აქედან გამომდინარე ფაქტიურად დაღეჭილი ინფორმაციის ათვისება უწევთ და გინდა არ გინდა რაც გესმის უკვე ენდობი საინფორმაციო წყაროებს და ის გვავიწყდება რომ ის საინფორმაციო ძალიან ესე ლამაზად და ოფიციალურად რომ გამოიყურება ტელევიზია ხო ვთქვათ იგივე უბრალო ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავისი მიზნებისთვის და რაღაცებისთვის აკეთებენ ამას ხო და ეხლა ვიღაცას რომ ვთქიცო რომ მაგალითად საინფორმაციოში ნახევარზე მეტი ტყუილია თქო და
სათავისოდ ლაპარაკობენ, თქო, არავინ არ დამიჯერებს, იმიტომ რომ იმდენად უკვე აი რასაც ქვია, შეყვარებულები არიან იმ საინფორმაციო იმაზე და ენდურბიან, რომ აი როგორი აბსურდია მათთვის, იცი, ეხლა ჩემი მით უმეტეს მე სახლიდან ვამბობ რაღაცას და არ მაცვია და არ ვარ გაპრანჭული როგორც ტელევიზიის მუშაკი. მოკლედ თავისთავად ეხლა თვალი ჭამს და თვალი სვავს, ხო გაგიგიათ და ესეა. ხო და მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის რომ ისე ვიფიქროთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც ღმერთს მოეწონებოდა, ვერც მოეწონება და ანუ ღვთის მოსაწონად გვეცხოვროს და გვეფიქროს, იმიტომ რომ მერე უკვე რაღაცა რომ მოხდეს გვიანი იქნება, ძალიან გვიანი იქნება. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი ხერხებით, საკუთარი ცოდნით, კითხვით და ბევრი კითხვით და ასე შემდეგ, ცოდნის გაფართოებით გააკეთოს საკუთარი დასკვნები, უფრო ასე ვთქვათ, თვითონ ეძიოს სიმართლე და არა ვიღაცის მორთმეული ლანგარზე რაღაცა ინფორმაციას თვალდახოჭული ენდოს. არც მე უნდა, არც ჩემი არ უნდა გიჯეროდეთ, არც იმისი, თქვენ თვითონ უნდა შეაჯამოთ, ანუ ყველაფერი, ეს ცოდნა, მიღებული ინფორმაცია და ლოგიკური რაღაცა დასკვნები გააკეთოთ, მოკლედ რა, ძალიან ისეთი საფაფორთოა და ამიტომ ხალხს არ აქვს ამის დრო, რომ აი ესე ვთქვათ, დახარჯოს ამაზე თავისი ფიქრის დრო და ყველაფერი, იმიტომ არის რომ ძალიან ბევრი ადამიანი აი მართლა გულწრფელად რაღაცეების წამთ და გონიათ, რომ ან ერთი მხარეა მართალი, ან მეორე მხარეა მართალი. ამ დროს ფაქტი სახესია, რომ უბრალო ხალხი, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები იგივე გაჭირვებაში ცხოვრობს, როგორც აქამდე ცხოვრობდა. არაფერი არ შეცვლილა. პროდუქტებზე ფასი იმატებს, ხელფასებს მოგიმატებენ ცოტა, კიდე იმატებს, ან აი ესე სულ, ანუ მისდევს თან და კუდ და კუდ რო იტყვიან თუ როგორ ასე უკან და უკან. ხო და ის რომ ჩვენი ფასები, ჩვენი ქვეყნის, ანუ თუნდაც აი ელემენტარული სურსათის ფასები ფაქტიურად იგივეა, რაც უცხოეთში, არასოდეს არ გადაახურდაოთ, ვთქვათ, დოლარები, ლარებში, ევროები, ლარებში, არა. აი პირდაპირ შეხედეთ მათ ფასებს, ანუ მაღაზიებში მაგალითად ავიღოთ სიტყვაზე რაღაცა ღირს 5 евро და იგივე პროდუქცია ჩვენთან ღირს 5 ლარი, ხო? მათ ხელფასები აქვთ 3500, 4000 და ჩვენ გვაქვს ხელფასები 1000-იც კი არა. ნუ ხშირ შემთხვევაში. ხო და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ძალიან აი როგორ ვთქვა, სრულ სიღარიბეში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ადამიანს თუ არა აქვს საშუალება თავისი საკუთარი სახლი ჰქონდეს, შესაბამისად უნდა იქირაოს, ხო? ქირა რა ფასია დღეს ბაზარზე? ყველამ ძალიან კარგად ვიცით. და კვება რა ჯდება, ქირა რა ჯდება, გადასახადები რა ჯდება, თუ თქვათ ბინას ყიდულობს ადამიანი, უფრო მეტი განმავლობის ფული აქვს გადასახადები, მოკლედ ხელფასი ვერანაირად ვერ ეყოფა, ორი ადამიანის ხელფასიც კი ვერ ეყოფა იმ ხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამის გარდა თუ ოჯახს კიდე შვილები წავს, რომლებიც ბაღში ან სკოლაში დადიან, ტანსაცმელი ჭირდებათ, ფეხსაცმელი ჭირდებათ, აი რაღაცა ელემენტარულებზე ვითომ ვიძახით წვრილმანი, მაგრამ ხარჯთა რიცხვა ახდენ ადამიანი იმ ხელა თანხებზე იბერება, რომ აი არ ვიცი რა მართლა სასწაულებს ახდენს ჩვენი მოსახლეობა, მე ვიძახი წესიერი მოსახლეობა, რომელიც პატიოსნად შრომობს და არავის არ პარავს, არც სახელმწიფოს და არც არავის და თავისი პატიოსანი შრომით რო შრომობს, ვერ გაიტანს თავს.
შესაბამისად თითქოს თვითონ ქვეყანა უბიძგებს ბევრ ანუ დიდ ნაწილს მოსახლეობის, რომ რაღაცა გვერდითი გზები იპოვნონ და მოიპოვონ ესეთი, ასე ვთქვათ, საარსებოსთვის რაღაცა. მოკლედ ასეა. კარგით, მეგობრებო, ეხლა წავედი. დავჯდები სითბოში და ისე მივირთმევა მყავას. ისე შემეძლო ახლა ეს კამერაც გადამეტანა სითბოში და მესაუბრა თქვენთან. აქ უკეთესი განათება მაქვს, იქით რაღაცა ვერ დავლაგდი ჯერ. ხო და კარგით აბადროებით და აღარ ვიტყვი. ხვალამდე ზეგამდე მოკლედ მოვალ. მოლოდინი მაქვს რომ მალე დათბება, მალე მოვალ გონზე. და მალე ჩავდგები, ასე ვთქვათ, ჩემ კალაპოტში და არა ვიღაცის კალაპოტში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ სხვის ცხოვრებას ერგება. უნდა ყველა მოერგოთ თქვენ საკუთარ ცხოვრებას. კარგით, აბა გავკვეცით.